საზოგადოების პროტესტი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელებში უარყოფითი გამოხმაურება მოყვა არჩევნების შედერს. Შეგახსენებთ, საზოგადოებრივ მაუწყებელს ახალი გენერალური დირექტორი ყავს სამეურვეო საბჭომ არჩევანი ტელევიზიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელზე გიორგი ბარათაშვილზე გააკეთა. მას საბჭოს 13 წევრიდან 8-მ დაუჭირა მხარი. გიორგი ბარათაშვილი წლების განმავლობაში დია ჭანტურიას მოადრილე იყო, მომდევნო 6 წლის განმავლობაში კი ახლა ის თავად უხელმძღვანელებს ტელევიზიას. 153 მსურველიდან კონკურსის ბოლო ტურში გიორგი ბარათაშვილი, ნათია აბრამია, თინათინ რუხაძე, მედი თავდუმაძე და ნიკოლოზ მახარაშვილი იღებდნენ მონაწილეობას. Ამ ეტაპზე ბორდმა მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც უკვე ყველამ ვიცით, თუმცა ყოველთვის, როდესაც იქნება საუბარი ქართულ მედიაზე, მე ვარ მისი ძალიან დიდი გულშემატკივარი, არა აქვს მნიშვნელობა ვარ თუ არა საქართველოში და განსაკუთრებით გულშემატკივარ ყოველთვის საზოგადოებრივ მაუწყებელს, იმიტომ რომ სანამ საზოგადოებრივი მაუწყებელი არ იქნება მოწოდების სიმაღლეზე, არ იქნება მაღალი სტანდარტების მედია საშუალება, სხვა მედია საშუალებისთვის, სხვა მედიისთვისაც ძალიან რთული იქნება ობიექტურობის და მიუკერძოებლობის შენარჩუნება. ეს დირექტორი ვერაფერს ვერ შეცვლის არხზე და კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდება სამწუხაროდ საზოგადოებრივ მაუწყებელზე და აი ახლა უკვე მე მგონია რომ დღევანდელი გადაწყვეტილებით მთელი პასუხისმგებლობა საზოგადოებრივი მაუწყებლობის გაუმართო მუშაობაზე სწორედ სამეურვეო საბჭოზე უნდა გადავიდეს და საზოგადოებამ ძალიან სწორად უნდა განსაზღვროს რომ ეს არის საბჭო რომელიც მთლიანად არის პოლიტიკური კონიუნქტურის ნაწილი